საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 23% სესხს ვერ იხდის. ამას მოწმობს კრედიტინფო საქართველოს 2025 წლის სექტემბრის სტატისტიკური მონაცემები. უფრო კონკრეტულად 30 სექტემბრის მდგომარეობით 30 დღეზე მეტი ბადა-გადაცილება უფიქსირდება 371,129 სესხებელს. საქსტატის ბოლო მონაცემებით კი ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სამუშაო ძალა რაოდენობა 1,629,500 შეადგენს. ამასთან კრედიტინფოს მონაცემებით საანგარიშო პერიოდში საფინანსო სექტორის ვალი 1,965,617 ადამიანს აქვს. ეს კი თითქმის ყოველი მეორე ადამიანია, რადგან საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 3,704,610 მოქალაქე შეადგენს. ამბობენ, რომ მოსახლეობა წლიდან წლამდე ღარიბდება და ხშირად ცესხის აღებას საკვებისთვის უხდებათ. მოსახლეობას ძალიან უჭირს. ძალიან ახლა ამაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტადაც მიმაჩნია, იმიტომ რომ ოჯახი არ არსებობს, რომ ბანკის სესხი არ აქონდეს და ძალიან დიდ გაჭირვებაშია ხალხი და რა გვეშველება საერთოდ არ ვიცი. რისთვის საყოფაცხოვრებო რაღაცა რო გჭირდება ოჯახში ახლა ფუფუნებისთვის არა, ფუფუნებით ისინი არიან, ვინც არიან, ჩვენც კარგად ვიცით და გაჭირებული ხალხი იღებს ბანკიდან რომ რაღაცა ელემენტალური თუნდაც საკვებისთვისაც კი იღებენ, მე მგონი ხალხი უკვე. გადახდა ნაწილი ახერხებს ალბათ, ნაწილი ვერა და ახერხებს ისეთი ადამიანები, ვინც ალბათ ევროპისკენ საზღვარგარეთ არიან, ალბათ. მე ესე ვფიქრობ. ვალებს ემიგრანტი ალბათ ვალებს იღებენ ბინების შესაძენად ალბათ. მე ეგრე ვფიქრობ, მეც მქონდა ეგრე ბინა ვიყიდე და ვალი მქონდა და კრედიტები თუ ეს რა თუ არ აქვს თვითონ გარანტიები თუ თვითონ არ აქვს თქვენ თავისი წმენდა ეს არ უნდა იყოს კრედიტები მე ესე მგონი ნაწინასა იყო დარწმუნებული კრედიტის აღებაში და გადაიხადონ დროულად მეც მაქვს იპოთეკური რა ნაწილი მიდის? ნუ ნახევარი მაინც, მაგრამ ბანკი ისე აკეთებს, რომ რაღაცა მინიმუმი მაინც დაგიტოვოს მაგ. ალბათო ბევრი სახლის გაყიდულა, ბევრი მაგის გულზე რომ ბანკის ვალი ვერ გადაიხადა, ბანკის იმაში წავიდა. ესეთი შემთხვევებიც ათობით. მეთქია.